მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმები სტუმრებს. გთხოვთ კენჭი უყაროთ წარმოდგენილ დღის წესრიგს. დღეს ორი საკითხი გვაქვს განსახილველი. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და გამომდინარე კანონპროექტები. მოსმენა არის მეორე მოსმენით ვიხილავთ აღნიშნულ კანონპროექტს მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე აღნიშნულ მუხლობრივად გავყვეთ კანონპროექტს პირველი პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? მუხლი პირველი მეორე ნაწილი ჩასწორდა ტექნიკურად, სიტყვა კოდექსის ნაცვლად ამ კოდექსის ეს იყო ძირითადი ჩასწორება. მუხლი ორი მესამე ნაწილი ჩასწორდა ტექნიკურად, ჩაემატა ტერმინი ნებაყოფლობით ხონიზება და მუხლის ნაწილები გადაკეთდა შენიშვნად. ასევე მე-15 ნაწილი გაიზარდა ჯარიმების ოდენობა. ეს იყო თქვენი ასევე შემოთავაზება, რომ იყო უნებართვოსთან მიმართებაში დიფერენცირებული და უფრო დაბალი ვიდრე პროექტის დარღვევასთან მიმართებაში ჯარიმა, შესაბამისად დაკორექტირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო ან მუნიციპალურ მიწაზე თუ ხდება მშენებლობა უნებართვოდ განისაზღვრა 30,000 ლარიანი ჯარიმა, ნაცვლად 25,000 ლარისა და კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავქონებაზე 25,000 ლარის ნაცვლად 8,000 ლარისა განისაზღვრა 25,000 ლარი. დავასრულეთ პირველი მუხლის ცვლილებები. გადავედით მუხლი ორი განხორციელდა თუ არა ცვლილება? დიახ, მეორე მუხლში ჩასწორდა ტექნიკურად ტერმინი მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონა ამოღებული იქნა მოქმედებისთანავე და ნაცვლად ჩასწორდა 2026 წლის 1 ივნისისა. ეს იყო ჩანაწერი და ჩასწორდა ამოქმედებისთანავე. კარგით, მუხლი 3 განხორციელდა თუ არა ცვლილება? არა. კარგით. გადავიდეთ შემდეგ მეორე საკითხზე, ეს არის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აქაც გავყვეთ მუხლობრივად, მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არა. მუხლი ორი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არა. კარგით. შემდეგ საჯარო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. ასაგებია და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მუხლი პირველი განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. მუხლი მეორე განხორციელდა თუ არა ცვლილება? არ განხორციელებულა. კარგით, მადლობთ. კოლეგებო, რამე კითხვები ხომ არ გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტს? ხო, გისმენთ. თუნებას დამთავრდით მუხლობრივ განხილვაზე, არა ვიცით რომ პრინციპების დონეზე წინამოსმენაზე გაიარეთ. უბრალოდ ერთადერთი კითხვა რაც მაქვს, რომ როდესაც ხდება შეფასება პროდუქტის საფრთხეს უქმნის თუ არა ადამიანის სიცოცხლის ჯანმრთელობას. აი აქ ცოტა მიკერძოებული და თქვათ შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს, აი როგორ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული და დამატებით კანონქვემდებარეთი შეგვიძლია დავარეგულიროთ ის კრიტერიუმები რის საფუძველზეც გადაწყვეტენ პროდუქტი უქმნის თუ არა ჯანმრთელობას თუ რაიმე სხვა პრინციპით ვაკეთებთ ამას და როგორ ხდება მაგის მონიტორინგი. დიდი მადლობა. დიახ, საფრთხის შემცველი არის თუ არა პროდუქტი აღნიშნული, რა თქმა უნდა, შიდა დებულების დონეზე არის გაწერილი, მათ შორის რისკის შეფასების დოკუმენტი იდგება, მის მიხედვით იდენტიფიცირდება პროდუქტების ჩამონათვალი და ამ პროდუქტებზე შესაბამის ტექნიკური რეგლამენტიდან გამომდინარე მოთხოვნები რაც არის
ამის მიხედვით ხდება ამ პროდუქტების შემოწმება, გადამოწმება. თუ ის საფრთხის მატარებელია, ეს ნიშნავს, რომ არის სხვადასხვა შეუსაბამობა, არის დოკუმენტური შეუსაბამობა, არის ლაბორატორიული შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს ქმნის, ანუ ამ წუთას შეიძლება კონკრეტულად საფრთხე არ იყოს შექმნილი, თუმცა იდენტიფიცირებული საფრთხიდან გამომდინარე, ის არის მომავალში საფრთხის მატარებელი, რის გამოც ხდება შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. თუ მაღალი რისკის შემცველი არის. კარგით, თუ სხვა კითხვები არა გაქვთ, წინადადება მაქვს, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონ პროექტს, თავისი გამომდინარე კანონ პროექტებით, ვინ არის მომხრე? მადლობა. მადლობთ ბატონო გენადე, ამით პირველი საკითხი დასრულებულია, გადავიდეთ მეორე საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილებები კანონპროექტში მეორე მოსმენით გამოდის მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჭავარიანი. გისმენთ ბატონო ლევან, აქაც გავყვეთ მუხლობრივად. მოგესალმებით, მეორე მოსმენი წარმოგიდგენთ კანონპროექტს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქ პირველი მუხლი განხორციელდა თუ არა ცვლილება? ცვლილება არ განხორციელებულა. მეორე მუხლი მეორეში არ განხორციელებულა. კოლეგებო, კითხვები ხო არ გაქვთ რამე? თქო კენჭი უყაროთ აღნიშნულ ცვლილებებს. დიდი მადლობა. ამით მეორე საკითხიც დასრულებულია. დიდი მადლობა ბრძანებისთვის, წარმატებულ კვირას გისურვებთ.